მადლობა დაველოდოთ 9 საათიან კურიერს პირდაპირ ეთერში მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში მყოფ სომეხ კოლეგას იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და ერთ სივრცეში მოქცეული სხვადასხვა მომსახურება გააცნო. მანამდე კი სომხური დელეგაცია ტიგრან სარქისიანის ხელმძღვანელობით საქართველოს სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომას დაესწრო. დელეგაციაში შედიან ეკონომიკისა და კავშირგაბმულობის მინისტრებიც. გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრემიერების ერთობლივი ბრიფინგიც მათ ქართველ და სომეხ ჟურნალისტებს კითხვებზე გასცეს პასუხი. პრემიერებმა ძირითად პრიორიტეტებზე ერთობლივ საბაჟო პუნქტების ამოქმედებაზე, ტურისტული მარშრუტის განხორციელებასა და ენერგეტიკის სფეროში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე გაამახვილეს ყურადღება. სომხური დელეგაცია უკვე 2 დღეა რაც საქართველოში იმყოფება. საკითხები, რომელიც შეეხება ტურიზმს, საკითხები ენერგეტიკას შეეხება, მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგოუსაფრთხოების ორივე ქვეყნის იმ ხაზის მშენებლობა, რომელზეც დაიწყეთ საუბარი, ასევე მნიშვნელოვანი იყო თავისთავად გზები, რომელზეც საერთო ინტერესის სფერო არის.